მონღოლთა უზარმაზარი იმპერია შეიქმნა ომის გზით, მაგრამ იგი იმართებოდა ბიუროკრატიული წესრიგით. იმპერიის მასშტაბით კარგი კომუნიკაცია გადამწყვეტი იყო და სწორედ ამას ემსახურებოდნენ იამის მხედრები. იამი. სერია 27. სერიალს წარმოგიდგენთ ისტორიის პლატფორმა. იამი იყო საოცრად კარგად ორგანიზებული საფოსტო სისტემა, რომელიც ჩამოაყალიბა ჩინგიზ ხაენმა 800 წლის წინ. ის შედგებოდა სატრანზიტო სადგურების ქსელისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებოდა სწრაფი მაცნეებით. ეს მხედრები იმდენად სწრაფად გადაადგილდებოდნენ, რომ ხალხი მათ ისრის მაცნეებსაც უწოდებდა. ხოლო იმის გამო, რომ ისინი ძალიან მძაფრი ტემპით მიქროდნენ, მათ უნდა გამოეყენებინათ სპეციალური ქსოვილოვანი სარტყლები, რათა დაეცვათ მუცელი, ხერხემალი და შიდა ორგანოები. მცირე ასაკის მაცნეები ატარებდნენ ზარებით მორთულ ქამრებს, რათა შორიდანვე გაეგოთ მათი მოახლოება. როცა ზარის ხმა ისმოდა, სატრანზიტო სადგურზე ახალი ცხენი უკვე მზად იყო და მაცნე მაშინვე აგრძელებდა გზას. ასე ცხენის შეცვლით კი ძალიან სწრაფად შეიძლებოდა დღეში რამდენიმე სადგურის გადალახვა. მუდმივი მაცნეების ნაკადით საშუალო იყო სახელმწიფო შეტყობინებების სწრაფად მიეწოდებინათ იმპერიის ყველა კუთხისთვის. მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზე იამს ჰქონდა 14,000-ზე მეტი სატრანზიტო პუნქტი და 50,000-ზე მეტი ცხენი. ზოგიერთ რეგიონში სადგურები ერთი მეორისგან უფრო ახლოს იყო განლაგებული. ამ ადგილებში სისტემაში მონაწილეობდნენ ხშირად სწრაფმორბენარი მაცნეების, თუმცა მაინც ცხენოსანი კურიერები რჩებოდნენ იამის ძირითად ბირთვად. იმპერიის საკომუნიკაციო ქსელის სწრაფი და საიმედო არტერია სწორედ იამი იყო. ხოლო იმისათვის, რომ სისტემა შეუფერხებლად ემუშავა, მხედრები თან ატარებდნენ მეტალის მედალიონს, ეგრეთ წოდებულ პაიზას. პაიზა მოქმედებდა როგორც პასპორტი და ოფიციალური მანდატი, რომელიც მფლობელს აძლევდა უფლებას მოეთხოვა საკვები, ცხენი და თავშესაფარი იამის სადგურებიდან ან ადგილობრივი მოსახლეობისგან. იამის მაცნეები იყვნენ ის სისხლძარღვები, რომლებშიც ჩაედინებოდა სიცოცხლე დიდ მონღოლურ იმპერიაში.